ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია. მაღალმთიან აჭარაში ვართ, კონკრეტულად კი მუნიციპალური ცენტრი შუახევი. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ულამაზესი თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი ბავშვებისთვის. ბავშვები ეზიარებიან სპორტს, მოსახლეობა დადის კვების ობიექტებში, ხოლო სახალხო კონტროლი დადის იმ კვების ობიექტებში, რომელშიც დადის მოსახლეობა. ეს ახლა არ მითხრა დღევანდელიაო. ეს არ არის დღევანდელი, ძველია. არც ეს არ არის დღევანდელი გაკეთებული. დღევანდელი, აი ასე ვერ გაცივდე. კი ბატონო, გუშინდელი რო არის, მე 27 დააწერეთ. ხილად სახალხო კონტროლი მოდის და მოვიდა კიდევაც, მოვიდა შუახევში. პრობლემა ხორცს აქვს, იმიტომ რომ ეს საბუთი და ეს ხორცი და ნაშთები ერთმანეთს არ შეესაბამება. თუ არა და მაყურებელმა განსაზღვროს და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. აი ამ ხედის გულისთვის ღირს ნამდვილად აქ ჩამოსვლა. ყველაფერი კარგათა გაქვთ გაკეთებული და მიხარია. ასეთი ობიექტები უნდა იყოს ბევრი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით რაში იცი? აი რა გაგიჭირდათ? ასეთი რომ ნაგვის პარკში ეს არაჩვეულებრივი ხორცი არ ჩააწყოთ. საქართველოს ყველა თავმოყარე ქალაქს აქვს თავისი ხინკლის სახლი. რა თქმა უნდა, შუახევსაც. შუახევის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩაზე ვარ და შევდივართ ხინკლის სახლში. იატაკი მოწესრიგებულია, ჭერი მოწესრიგებულია, კედლები მოწესრიგებულია. მაცივარი პრინციპში თითქმის სარიელი არის. აქ როგორც ხვდები, ფარშია, ხო? შეზავებული. ფარში არის, კი ბატონო, ცომიც აქ არის. ახალი გაკეთებულია. შარშად გაარემონტეთ? მაგრამ ეს სექტემბრის ასე იანვრის თვეში გავარემონტე, მაგრამ კიდეც გირდება რა. ან თქვენ ფლობელი ძანდებით? სასიამოვნო, როცა გჭირდებათ, მაშინ ზარეულიც ხართ და ყველაფერს ითავსებთ. ნუ ესე უნივერსალი უნდა იყო ადამიანი. გამწოვში შევიხედეთ, ჰაჰაჰა დაიწყება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როვლიან და წმედნენ. ფაქტია, კედელი დასასუფთავებელია, თქვენც ხო უყურებთ? უფრო ქალბატონო, ასე მოწესრიგებული როა ობიექტი და ამხელაფული არის დახარჯული, ძალიან ძვირი ღირს, იგივე გამწოვები, იგივე უჟანგავი თონით მოპირკეთებული ყველაფერი უყურებ, რომ სტანდარტში, კი ბატონო, ჭურჭლის მანქანაც, ანუ ფული არის სერიოზულად დახარჯული იმისთვის, რომ სტანდარტებში ჩაჯდეთ, სწორად იმუშაოთ და ამას უნდა შენარჩუნება. თუ კი აი თქვენ ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე აი ეს არ გაასუფთავეთ, ისე როგორაც აი ამ ქვაბებს ასუფთავებთ. აი ასე არ გაასუფთავეთ, აი ისიც. ჩათვალეთ, რომ ძალიან მალე გაფუჭდება. ყოველ მეორე დღეს თუ არ ყოფნის, მაშინ ყოველ დღე უნდა გავწმინდათ. ხინკალი გადმოვა სადაც არის. ეხლა მითხარით. ქვაბებს აქ რეცხავთ. ქვაბებს აქ ვერ გარეცხავთ. აქეთაში რეცხავთ. ხელს ადიბანთ. ხელსი იქეთ იბანს ხელთ. აქ რას რეცხავთ აბა? ეს წვანილისთვის არ არის ბატონო საჭირო. ეს გარდა იმისა, რომ მე არ ვეწინააღმდეგები, შეიძლება გაირეცხოს და ქვაბიც გაირეცხოს, ისიც იმის არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო. ერთადერთი აი რაც არ მომწონს ძალიან ესაა ეს სტილოები. ესე დღევანდელია, მაგრამ ეს ჩერადები ესენი ხრე. ხო, და გადაყარეთ. მოიცილეთ. აი ეს ახლა არ მითხრა დღევანდელიაო. ეს არ არის დღევანდელი, ძველია. კი ბატონო, ღრუბელი სუფთაა და გეტყობათ, რომ სუფთა ქალბატონი ბრძანდებით. ქვაბებში, როდესაც თქვენ დებთ და ქვაბით ინახავთ საკვებს მაცივარში. ეს დასაშვებია? არ შეიძლება. ქვაბში საკვები არ უნდა იყოს, უნდა გადაიღოთ ან ალუმინის ქვაბში. ან უნდა კონტეინერში გადაიღოთ. 28 დღევანდელია? ეს არაა დღევანდელი. თავს დავდებ ეს არაა დღევანდელი. ეს არ ვიცი. თავს დავდებ ეს არაა დღევანდელი. ეს გუშინ გიაკეთა. ქალბატონი. რიცხვი რა აწერია? რიცხვი რა, მე ვერ ვხედავ 28. რატო აწერია 28? არც ეს არ არის დღევანდელი გაკეთებული. დღევანდელი აი ასე ვერ გაცივდე. კი ბატონო, გუშინდელი რო არის, მე 27 დააწერეთ.
მადონას საყვარელი დეზობარიერი არის, ანუ ეს არის ხალიჩა, რომელზეც შეგიძლიათ გაიწმინდოთ ფეხი, სხვათა შორის სუფთა იატაკია, უნდა გითხრათ, საკმაოდ მოწესრიგებული. ასეთი გაპრიალებული მაგიდებია, აი მაგიდას კი სჭირდება გადაწმენდა აშკარად. პატარა დარბაზია, ეხლა სტუმრები არიან და არ შეუშლით ხელს, არ გადავიღებთ. უბრალოდ აი ინტერიერზე ნახეთ როგორი ლომებია, აი ლომები ცხოვრობენ შუახევში და ლომები არიან კედელზე. მოდით დავათვალიეროთ მენიუ. აბა ვნახოთ რა ხდება შუახევის ხინკლის სახლში. რა თქმა უნდა ხინკალი. ხინკლის ფასი გაინტერესებთ? ლარი და 20. აი შუახევში არის ხინკალი ლარად და 20-ად. იმერული ხაჭაპური 10 ლარი. პიცაც არის, რა თქმა უნდა, ქართული კერძებია, აჭარულიც, ბუნებრივია, აი მაგალითად ბორანოს ვხედავ და ასე შემდეგ. ფასები არის საკმაოდ დაბალი. სასმელების შემოტანა აკრძალული აქ უნდა შეიძინოთ, აი აქ სასმელებს ხედავთ თქვენ. აი აქ არის სასმელები და აქ უნდა შეიძინოთ. დარბაზი არის პატარა, სულ 3 მაგიდა, მაგრამ არის კიდევ კუპე, გვესმის იქ ხალხი კეიფობს და ხელს არ უშლით, მაგრამ შევდივართ აი აქ. აქ არის კიდე მომცრო ზომის დარბაზი, სადაც გაშლილია სუფრა, ელოდებიან სტუმრებს და ნახეთ აქ უკვე განსხვავებული ავეჯია, რბილი ავეჯია და კიდე პატარა კუპე აქ არის, რომელიც ასევე ცარიელია, ესეთი პატარა კუპეა. აქ რა არის? საპირფარეშო ადმინისტრაციისთვისა. აქ რა არის? ეს არის შესანახის. კი ბატონო, ძალიან კარგია რომ ცარკე ოთახი გაქვთ. ხორცეულობა აქ ჩაყინული. 26, 25. აი მითხარით ახლა. ამ ხელაფული გაქვთ ჩაყრილი. აი რა გაგიჭირდათ ისეთი რომ კატლეტი რომელსაც ვერ გარეცხავთ. აი ამაში არ ქონდეთ მოთავსე. აი რა პარკები არა, პარკები კი არა, ერთჯერადი კონტეინერებიო, ან კონტეინერებში უნდა იყოს. პარკებში უნდა იყოს აი ეს მოთავსებული. აი ეს უნდა იყოს მოთავსებული პარკებში. ბატონო გია, ნახეთ, ეს ხო ნედლი პროდუქტი. ეს არის უკვე მოხარშული პროდუქტი და გამზადებული, შეზავებული კატლეტი აგერ. არა, ზევოთ კი არ უნდა იყოს. ჯერ აი ნახეთ, აი კატლეტიც როგორ აგაქვთ, აი შეხედეთ არაჰერმეტულად. აი ნახეთ მე რატო ვეწინააღმდეგები. აი ნახეთ. ხო ისვრება. აი თქვენც ხო არ მოგწონთ. არ მიგიქცევიათ ყურადღება, თორე აი ასე დარწმუნებული ვარ, სადაც ამდენი გაქვთ გაკეთებული, ამას არ იზამდი. ხორცი საიდან აგაქვთ? აქ ჩვენიდან არის საკალავ ადგილზე. გაქვთ შენახული ბირკა, აი რომ მოიტანეთ საბუთი ფორმა ნომერი 100. ხო, მაჩვენეთ, მაინტერესებს, იმიტომ რომ ფორმა მაინტერესებს. ამ ხორცის ის მაინტერესებს. საბუთი. შეგიძლიათ მოიტანოთ? მოიტანეთ. ბატონო გია. ეს არის 19 აპრილის საბუთი. კი ბატონო. ეხა მითხარით დღეს რა რიცხვია? დღეს ახლა დღეს არ რიცხვია. დღეს არის იგი რა 115 კილო მაქვს მიღებული ხორცი. რა რიცხვია დღეს? დღეს 28 ეს არის 10 დღის საბუთი. 10 დღეში თქვენ გინათ მითხრათ, რომ 17 კილო მიიღეთ. დარბილეთ. იმიტომ რომ დარბილებულია, მე ხა ამას გადაგიწონით, გამოგიღებთ და დაგიმტკიცებთ, რომ ეს საბუთი და ეს არ არის ერთი და იგივე, ბატონო გია. და 24-ის მერე თქვენ სხვა ციფრები გიწერიათ, 25 ქვევით გიწერიათ, კატლეტიც გამზადებული გაქვთ ამ ხორცით. იმასაც და 25 გიწერიათ ხორცზე. აი ხორცზე გიწერ, რატო გიწერიათ? მე არასწორი ბატონო გია, ფაქტი, აგერა, ჩემო ძვირფას ადამიანო. 25 გიწერიათ, აი აგერ, მაჩვენებს 19-ის. არა, ხორცი არის მიღებული. ახლა მაგაშია, თუ გინდა ეგე საკალაუზე მაგ დაგრული 115 კილო. ბატონო გია, 115 კილო, 117 კილო, 117 კილო, აქ რამდენია ხორცი გადმოვიღეთ. დაფილებულ ხორცს მე თქვენ აგიწონით, ეს არის ძვლიანი, აქ არ წერია ფილე, ეს არის ხორცი. დავფილე და ძვალი მე არ ხმარო ძვალს. ხო და რამდენი გამოგივიდათ ხორცი? ძვლიანად გამომივიდა 115 კილო. კი, ძვლიანად, უძულოთ რამდენი გამოგივიდათ? გამომივიდა დაახლოებით 75 თუ რაღაც კილო. ხო, 65 კილო და აქ რამდენია ახლა ხორცი? აქ დაიხარჯა ახლა ხორცი.
ხო და რამდენია ხორცი ახლა თქვენი აზრით? იყოს რაღაცა 30-40 კილო, რამეთი არ იქნება. ხო და 10 დღეში თქვენ 20 კილო ხორცის მეტი არ გიხმართ. რას ლაპარაკობთ? ბატონო გია და სხვა ისინი. არა, კატლეტი რამდენი გაქვთ? აგერ რა გიწონით კატლეტს? ბატონო გია, აგერ სასწორი სადაა? დამზადებული ახალი. ახალი დამზადებული როა გეთანხმებით. მე არ ვამბობ ძველია და ცუდია თქო. ამ ხორციდან დამზადებულია, იმიტომ როგორ ახალი ხორცია მეტი კიდე ქონდათ? კატლეტის ეს ვაკეთებ, ეს გავაკეთებ და აი 19 აპრილი. ხორცი არის მე ხორცი, ანუ ახალი მიღებული ხორცია, პრობლემა არ აქვს. ბატონო გია, პრობლემა ხორცს აქვს, იმიტომ რომ ეს საბუთი და ეს ხორცი და ნაშტები ერთმანეთს არ შეესაბამება. თუ არა და მაყურებელმა განსაზღვროს და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. აი ეს არის სველი წერტილი, აი რა გითხრათ, აქვეა საწყობი, ეს ლუდის კასრები, ინვენტარი, ყველაფერი აქ არის. წყალი მოდის. ნიჟარა ისე რა, აი აქ რა თქმა უნდა, რემონტს მოითხოვს თხევადი საპონია, ხელსახოცი არის და ეს მე მახარებს და არის ესეთი, აი დააჭერთ და აი ნახეთ ეს ხელის შეხება არ გჭირდებათ, ეს კარგია. მამაკაცის და ქალის საერთო ტუალეტია, ეს რა თქმა უნდა არ არის მანდამაიც მისაღები, მაგრამ რასიზამ კანონით არ არის აკრძალული. სარკე სხვათა შორის სუფთაა და აგერ ნახეთ როგორი სახალხო კონტროლის კეპი მახურავს. ხილად სახალხო კონტროლი მოდის. მოდის და მოვიდა კიდევაც, მოვიდა შუა ხევში. ვართ ეხლა ცენტრალურ ქუჩაზე, ხინკლის სახლში, რუსთაველის 55, შუახევის დროით 5:09. მადლობთ, ნახვამდის. მათთვის, ვინც შუახევის მერიაში მუშაობს, ძალიან მოხერხებულია. გამოხვედი სამსახურიდან და შემოხვედი აგერ რესტორანში აჭარა in. მაგრამ თუ უბრალოდ გამვლელი ხარ, მოქალაქე ხარ, მგზავრი ხარ, ტურისტი ხარ, მაშინაც შეგიძლია გააჩერო გზის პირას რუსთაველის ქუჩაზე და შემოიხედო რესტორანში აჭარა in. ჩვენ შემოვედით ძალიან ესეთ ვიზუალურად გარედან ძალიან ლამაზ რესტორანში, თუმცა სამზარეულოდ შესაბამისი არის. კედლები გაკეთებულია, ჭერი გაკეთებულია, იატაკი გაკეთებულია, უჟანგავი მაგიდებია ლითონის და სუფრა იყო, რეცხვა დეზინფექცია მიმდინარეობს, ანუ ლაგების პროცესია, ამიტომ რაღაც ცოტა უფრო ლოიალურები ვიქნებით აი ამ ლაგების პროცესში არიან, თუმცა რაც მთავარი არის და რაც კონკრეტულად უვნებლობას ეხება, აი იმ საკითხებს აუცილებლად გადავხედავთ თქვენთან ერთად. გამწოვი სუფთა არის, გაპრიალებულია, თუმცა აი აშკარად პრობლემები იწყება და ჩემი რეკომენდაციაა, რომ კარგად გაწმინდოთ, იმიტომ რომ აი იქიდან წვეთა მალე დაიწყება. თუმცა ჯერჯერობით არ არის და საფრთხეს არ წარმოადგენს. ქვაბები ნახმარია, მაგრამ მოწესრიგებულია და ეტყობა, რომ სუფთა ქვაბებში მუშაობენ, გასქურა გამოყენებულია და ძალიან ბევრი კერძი გაკეთდა და გასუფთავებულია და სუფთა არის და მომწონს. კედლები სუფთა არის, სამწვადეში რა ძალიან იშვიათი არის, საშს მე და დაბინძურებულ კედლებს ვერ უყურებ. მაგიდების უჟანგავი მაგიდებით ძალიან კარგია და ეტყობა, რომ ობიექტს უვლიან, ნიჟარაც ნახეთ როგორი სუფთა და გაპრიალებულია. ესეც მომწონს რა თქმა უნდა. ეს არის სამრეცხაო. ჯვარედინი არ არის სამრეცხაოში, აქ შემოდის ნახმარი ჭურჭელი და აქედან გადის კერძები და ესეც რა თქმა უნდა მოწესრიგებული და კარგი არის. აქ ნახოთ რა ხდება, კერძები დამზადებული და დასტიკერება სამწუხაროდ არ არის და სტიკერები აუცილებლად უნდა იყოს. ჰერმეტულად უნდა იყოს ყველაფერი შეფუთული და აი ასეთ მდგომარეობაში უნდა ვეცადოთ, რომ აი სადაც არაჰერმეტულად არის, აი ესეთ მდგომარეობაში პროდუქტი არ შევინახოთ. თვითონ მაცივარი სუფთა არის, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სტუმარი გაუმასპინძლდნენ დღეს. ეს არის ქათმის მწვადისთვის დაბასტურმებული ხორცი და აუცილებლად დასტიკერება უნდა კონდეს, მაგრამ მერწმუნეთ, მე საკმაოდ კარგად ვიცი პროდუქტი და ეს არის ახალი გაკეთებული პროდუქტი, ანუ ძველი არ არის, მაგრამ უბრალოდ უგულველყოფენ სტიკერებს. ყველაფერი ახალი აქვთ, მაგრამ აი სტიკერები არ აინტერესებთ და ეხლა ჩვენ
გვინდა თუ არა, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია მათთვის. ვერ დავეთანხმები ამაში, სტიკერების გარეშე არ შეიძლება მუშაობა. რაც არის ნაკლი ეხა ამაცივარში. აი ნახეთ, როდესაც არაჰერმეტულად და არასწორად არის შეფუთული პროდუქტი, აი აქ არის ბაჟე. და აი ნახეთ, ბაჟეს თავსახური, როგორ ზევიდან დაყრილი, აი ზევიდან დაყრილი. გასარეცხი არ არის, შიგით ბაჟია, გასარეცხი არ არის. მაგრამ უბრალოდ აი არ არის სწორი, რომ ნახეთ, თუ კი არ ხო, აი მიხვდით ხო რა სიტყვა მინდა. კარგად რომ შევფუთავთ, აი ეს არ მოხდება. აი ესეც ნახეთ, ჰერმეტულად დახურული არაფერი არა გაქვს, მით უმეტეს კომპოტია, ხო? აი ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად ისე, რომ ერთმანეთი პროდუქტმა არ დააბინძუროს. რაღაცა ხდება, უჩვეულო ხალხმრავლობა, ფუსფუსი, რაღაც ღონისძიება აქვს, აი აქვე არის სარკე, ეთყობა რომ ეს ახალ აშენებული შენობა სასტუმროა უпроსწორედ და ამ სასტუმროს აქვს თავისი რესტორანი. აი ეხლა უბრალოდ კადრად გვინდა გვაჩვენოთ რომ სუფრა იყო გაშლილი და შესაბამისად ალბათ სტუმრებს არ უნდათ რომ მოხვდნენ კადრში, დიდი დარბაზია, მე გაჩვენებთ ჯობია ვერანდას. აი ნახეთ როგორი ხედია. აი ამ ხედის გულისთვის ღირს ნამდვილად აქ ჩამოსვლა ულამაზესი დიდებული მთები, მაღალმთიანი აჭარა, შუახევი. ნახეთ როგორი ლამაზი მოედანია, ნამდვილად ეკუთვნის შუახევის მერიის თანამშრომლებს რესტორანშიც სიარული და ყველგან, იმიტომ რომ ნახეთ როგორი ლამაზი მოედანი აუშენეს ბავშვებს. ძალიან კარგია, ესე იგი სპორტი ვითარდება აჭარაში. ძალიან გვიხარია, რომ ესეთი მაღალი დონის მოედანს ვხედავთ შუახევში. ძალიან ლამაზი ბუნება. ამ ბუნებას რა თქმა უნდა გაფრთხილება სჭირდება და აი ისევ და ისევ მოდით დაუბრუნდეთ მაინც რესტორანს, იმიტომ რომ ჩვენ შესულები ვართ ახლა სასტუმრო აჭარა ინში და აქვე არის რესტორანი. ეხლა რადგან სეზონია ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად აქ მაგიდები არ არის. აი მხოლოდ ერთ მაგიდას ვხედავ, მაგრამ მე როგორც ვიცი, ყველა მაგიდა აი ესეთი ტიპის არის ხის. სივრცე არის საკმაოდ დიდი, აი აქ წარმომიდგენია ეხლა ბათუმში რომ ცხელა და აქ რო სიგრილია, აქვე მდინარე, აჭარის წყალი, მთები, აი ამ ბუნებას რო უყურებ, ტკბები, სუფთა ჰაერზე, რა ჯობია. და ნახეთ როგორი ლამაზი ვიტრაჟებით არის გაფორმებული, არ შემიძლია არ აღვნიშნო, იმიტომ რომ აქ ნამდვილად არსებობს ინტერიერის დეკორი და აი ეს ფერადი ვიტრაჟები არის ულამაზესი. აქ სუსათისუნებლობაზე ნამდვილად სმენიათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სწორ წარწერას ვუყურებ, რომელიც ეხმარება თვითონ მომსახურე პერსონალს, რომ სწორად გადაანაწილონ პროდუქცია და სწორად გადაანაწილონ მაგიდები და ასე შემდეგ, ყველა ადგილები არის გაწერილი. და ისიც მომწონს, იმიტომ რომ ალბათ ყველას თავისი ვალდებულება აქვს, აი ცხელები, ცივები, სამზარეულო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ზუსტად კონკრეტულად ვინ რაზე არის პასუხისგებელი, აი ზუსტად ამ წარწერებით მე როგორც ვფიქრობ, თუმცა მენეჯერს მე ვკითხავთ, ასე არის გადანაწილებული და თუ ყველა თავის ადგილს ხედავს, იმიტომ არის რომ შენარჩუნებულია აქ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სტუმარი გაისტუმრეს, მაინც სისუფთავის სუნი და სისუფთავის ვიზუალი ობიექტი არის. მოდით ჩავხედოთ ჩემს საყვარელ ფრის აპარატში. ცხელია, ზეთი ნუ ნერვიულობთ, არაფერს არ დაგიკარგავთ. არ დაგიკარგავთ აბსოლუტურად თქვენ ნამუშევარს არაფერს. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო, გეთანხმებით სანერვიულო არაფერი არა გაქვთ, იმიტომ რომ მართლა ობიექტს რო უვლით და ამას მე ვხედავ და ამას ვაფასებ. აქ არის კიდე მაგიდები, სადაც აი პური და ასეთი რამეები იჭრება და ალბათ იწყობა უკვე კერძები და მერე უკვე გადის ზევით ეგრეთ წოდებული გაცემის ადგილია, სადაც აიწყობა კერძები და მერე უკვე გადის უშუალოდ ზევით დარბაზში. ეს არის საწყობი და მაცივრები, ყველაფერი ეტიკეტირებული არის. ეს რა არის ბატონო? მაგი ხორცი აქვს. ხორცია, ჩვეულებრივ ჩადილი მიაქვს ეს ხორცი. ახალი ხორცი გუშინ მიიღეს. ახალი ხორცი გუშინ მიიღეს. არაჩვეულებრივი ობიექტი, აი ყველაფერი კარგათა გაქვთ გაკეთებული და მიხარია, ასეთი ობიექტები უნდა იყოს ბევრი, მაგრამ
ვერ დაგეთანხმებით რაში იცი? აი რა გაგიჭირდათ? ასეთი რომ ნაგვის პარკში ეს არაჩვეულებრივი ხორცი არ ჩააწყოთ. აი მითხარით. ხორცი არის არაჩვეულებრივი და დევს რაში? ნაგვის პარკში? ბატონო იროდი, ერთი არა, მე ხوار მithქვია ძველი. პირიქით თქვი რომ კარგი ხორცი გიდევთ ნაგვის პარკში. ეხლა შეხედეთ კიდე აქ ერთ რისკ ფაქტორს მე ვუყურებ. ეს არის ესობის სოკ. აი, შეხედეთ? ნახეთ, მოდით ამას დავკეტავ და აი შეხედეთ, აი ეს არის კატასტროფა. ეს ასწრაფოდ, აი ისიც, ეს არის სვენა, ეს არის კრიტიკული, ეს ექვემდებარება სასწრაფოდ გამოსწორებას. თორე სურსათის სანქციებს აუცილებლად დაგაწესებთ. ჯარიმას და გამოსწორებამდე დახურვას. ეს მაცივარი არ მომწონს. ეს თუ მომწონს, ის თუ მომწონს, ეს არ მომწონს. რატო? ეს რა არის? ეს რა არის? ეს სისხლები რა არის? ეს ყინვაზე. ეს უნდა გადნეს, გალღვეს და გაირეცხოს. ყინვა. ამას ხო კოქტეილებში და რაღაცაებში ყრით, აი აქ რატო არის ამ ხორცებში ჩაყრილი? აი ეს არასწორია, აი ეს არაფრით არ შეიძლება. აი ნახეთ, ეხა გული დამწყდა. ასეთი კარგი ობიექტი. ამდენი რამე გაქვთ გაკეთებული, მაგრამ რაღაცა და მაინც აუცილებლად უნდა გამოხტეს. ვერ მიადევნეთ თვალი ბოლომდე. გამოგჩათ. გამოსწორდი რა. ეჭვის არ მეპარება. და კიდე, აი თხოვნა, ნახეთ. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. ეხლავე გამორთეთ და დავავალოთ ამის დასუფთავებას. ბატონო იროდ, აი ასეთ არაჩვეულებრივ კერძს, მარილს როდის მომიყრით, როდის დაამთავრებთ? ხვალიდან. ხვალიდან მოწესრიგდება, პირობას დებთ. პირობას დებთ. ღებულობთ პირობას. მე მომეწონა ინტერიერი აქ ის რაც ნახა მადონა კოიძემ უკვე სამზარეულოში თქვენც იხილეთ, რა თქმა უნდა იყო რაღაც შენიშვნები, მაგრამ მაინც სერიოზული დარღვევა არ ქონია რესტორანს. თვითონ მენეჯერი, რომელიც შემოვიდა, გაგვესაუბრა, გვითხრა, რომ ყველანაირად ცდილობს, რომ იყოს ევროპული ტიპის რესტორანი, ანუ იყოს ყველანაირად დაცული, სისუფთავე, ჰიგიენის ნორმები და ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი შეასრულონ. და აი ასეთ ბიზნეს რა თქმა უნდა მხოლოდ გვინდა რომ წარმატება ვუსურვოთ და მე ისევ და ისევ ტოვებ აი ამ კადრებს, ამ ლამას სურათს, მთები, ბუნება და ბავშვები. ჩემი ნება რომ იყოს მხოლოდ შუახევის ხედებს გადავიღებდით. ნახეთ როგორი ლამაზი ბუნება, ულამაზესი მთებია. აი არ ვიცი. შეგიძლია ჩაისუნთქოთ ეს ჰაერი და იგრძნოთ როგორ იშლება თქვენი ფილტვები. ამ ჰაერს ჭამ და სვამ და ჭამის მადა გეკარგება. გინდა მხოლოდ ამ ჰაერით ისუნთქო. ულამაზესი ბუნება, მაგრამ საქმეა და ამიტომ ჩვენ მოვედით შოთა რუსთაველის ქუჩა ნომერი 12 თონე, სადაც ცხება შოთის პურები. აი ამ უბრალო კარის უკან ცხება ის ჯადოსნური პური, შოთის პური, რომელიც ღირს ლარ ნახევარი. აი იცით რა მომეწონა? მომეწონა რომ ნახეთ როგორ არის სარკმელი გაკეთებული, აი ესე იხსნება, რომ არ შემოვიდეს არანაირი მწერი, ბუზი არ შემოფრინდეს. და ამ სარკმელთან პატარა სუფთა მაგიდა, სადაც მოგაწოდებენ შოთის პურს. სურნელი დგას ისეთი, რომ აი სულ რო არ გშიოდეს მოგინდება. ქართული პური მართლაც სასწაულია. ეს არის ჩვენი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც იუნესკომ უნდა ჩასვეს როგორც ერთ-ერთი უნიკალური გამონაგონი კაცობრიობის და აი ეს ახალგაზრდა კაცი ეხლა შრომობს, აცხობს და თქვენ უკვე მადონა გაჩვენებთ იქ რა ხდება შიგნით და როგორ ცხება ჩვენი ჯადოსნური ქართული შოთის პური. აქ არის პატარა გემრიელი ქართული პურის საცხობი, ხო? ტრადიციული პურის საცხობი. და თქვენ ახართ რა თქმა უნდა მცხობელი. ჯერ შემოგვიშვით, იმიტომ რომ გარეთ სიცივია და ცოტას გავთფებით. მე ისეთი მაგარი სუნია, რომ სუნითაც დავნაყრდებით. ანდრი, ეს თქვენი ობიექტია? თქვენ მუშაობთ, ხო? ნახეთ, მფლობელი აქ არ არის, ხო ახლო მახლოს? არა. ნახეთ, ეს მოდით მაშინ
მე თქვენ დაგაბარებთ და თქვენ გადაეცით, ხო? აი ასეთი კედლები იყოს ყვების ობიექტზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თქვენ მოწესრიგებული ხართ, რაც თქვენ გევალებათ ხართ მოწესრიგებული, თავზე გახურავთ. თქვენთან მე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მფლობელთან პრეტენზიები მაქვს. ეს უნდა იყოს მოწესრიგებული, ასეთი კედლები არ უნდა არსებობდეს. ეს რა უბედურება, ეს რა? ეგ არის თონეს საწმენდი. თონის საწმენდია. მარილიანი წყალი და ეს არის პურის ნამწვავები და მაგრამ ძალიან ცუდად კი გამოიყურება სიმართლე რო გითხრათ, საშინელი ვიზუალია. ესეც არ შეიძლება, ესეთი კედლები, ესეთი ცვენა მიმდინარეობდეს. სტელაჟზია პურის ფქვილი კარგია. კედლები ობისოკო პურს არედება, ნუ ეს კიდე არა უშავს. კარგია რომ, იმიტომ რომ პურის ფქვილიც დაბინძურდება. აუცილებლად ობიექტი უნდა მოწესრიგდეს, ასე არ შეიძლება. უცხო ნივთები არ უნდა იყოს. ჭერიც უნდა იყოს მოწესრიგებული და გასუფთავებული. აი ეს კედელი ხო საერთოდ დანაშაულია და პირდაპირ ცვენა მიმდინარეობს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აქ მოწესრიგებულია ჭერი, აქ არაფერი არ ცვივა, კედლებიც გასუფთავებულია, მაგრამ ორივე ადგილი ეკუთვნის საცხობს და ამიტომ იქაც უნდა მოწესრიგდეს. ხო გადაცემთ? აუცილებლად. შუა ხევში ვართ, დაილოცა ქართული პური, უგემრიელესი სუნია და მიყვარს ზემო აჭარა.